გულის შვილებზე ვისაუბრებთ, გაგიგიათ ალბათ, რომ აი ბავშვ შვილები აქვს გულზე, ან დიდს რო გასინჯავს ექიმი და გულზე შვილია, რამდენად საშიშია, რამდენად ხშირია, მაგალითად ზრდასრული ადამიანების 10%-ს აქვს გულის შვილები, ყოველ მე-10 ადამიანს საკმაოდ ხშირია, ბავშვების თითქმის 60%-ს აქვს გულზე შვილები, მსუბუქი და ეს პრაქტიკულად ყოველთვის ნორმალურია ბავშვების შემთხვევაში 90% შემთხვევაში 10% არის ნამდვილად პათოლოგია, მაგრამ 90% ბავშვების შვილების მოკლედ ნორმაა და საშიში არ არის და დიდებში კიდე თითქმის 50-60% არ არის ასევე საშიში, დანარჩენი უფრო მნიშვნელოვანი პათოლოგიით არის გამოწვეული. 7 ყველაზე ხშირ შვილზე ვისაუბრებთ და შვილის აზრი რა არის, რატო წარმოიქმნება საერთოდ შვილი, გული იცით რომ ტუმბოა, რომელიც სისხლს გადატუმბავს და გულში როცა სისხლის დინება დარღვეულია, ან ტურბულენტურად მოძრაობს, უხეშად მოძრაობს, მაშინ ისმის შვილი. ეს არის აზრი. ყველაზე ხშირ შემთხვევაში იტყვით ხო, რომ აი მაშინ რატო ამბობ, რომ უმეტესობა არ არის საშიში, თუნდაც ბავშვებში რა იწვევს ასეთ შვილებს, ამას ეძახიან ფიზიოლოგიურ შვილს და ბავშვების შემთხვევაში ერთი იწვევს, რომ სისხლის მიმოქცევა უფრო გაძლიერებულია ხოლმე, როგორც წესი ბავშვების შემთხვევაში და ეს გაძლიერებული სისხლის მიმოქცევა იწვევს ამ შვილს. მეორე, ბავშვების სისხლძარღვები უფრო ელასტიურია და ეს ელასტიურობა აძლიერებს იმ სისხლის დინების ვიბრაციას და ეს გვესმის და მესამე მნიშვნელოვანი მიზეზი არის, რომ გულმკერდი ბავშვების თხელია და უფრო კარგად ატარებს იმ ხმას, რაც სისხლის დინების ხმა არის და აი ეს ჩვენ გვესმის როგორც ბავშვების შვილი უმეტესად დიდებში შეიძლება ადამიანს სიცხე თუ აქვს, მაშინ ეს მოდეს უფრო მეტად ან ფიზიკური აქტივობისას, ან ორსულობისას, როცა სითხით გადატვირთვა ხდება ორგანიზმის, სისხლის მოცულობა იზრდება ორსულობისას, იცით ალბათ და ეგ იწვევს შვილს შესაბამისად. დიდებშიც ბევრ შემთხვევაში საშიში არ არის. როგორია არასაშიში შვილი? მსუბუქი, მოკლე, უფრო მუსიკალური, ან უხეში არ არის, როგორც წესი, სხვა სიმპტომები არ აქვს ადამიანს, არ იტყვის ადამიანს, რომ აი ვერ სუნთქავდა თან შვილები აქვს, ესე არ არის და არც რამე მნიშვნელოვანი სხვა სიმპტომები არ აქვს, მკერდი არ ტკივა და სიმძიმის შეგრძნება გულმკერდში არ აქვს და დაღლილობა არ აქვს. და ხშირად პოზასთანაა დაკავშირებული, შეიცვალოს პოზიცია ადამიანმა, შეიძლება შვილი გაქრეს. როგორც წესი, ეგეთი შვილები ფიზიოლოგიური შვილებია და არ არის საშიში. ასევე სისტოლის დროს მოისმინება, ანუ გული როცა იკუმშება სისტოლას, გულის შეკუმშვას ეძახიან, იმიტომ რომ მაგ დროს პარკუჭები იკუმშება, თორე ის წინა გულები მაგ დროს მოდუნებული, ან ზედა ქვედა ნაწილია გულს, ზედა ნაწილი მოდუნებულია, ქვედა ნაწილი იკუმშება. და ამას ეძახიან სისტოლას. და ამ დროს მოისმინება. და სად მოისმინება ხოლმე გულის შვილები ყველაზე ხშირად? მკერდის ძვალი გვაქვს, იცით ალბათ, და მკერდის ძვლის მარცხენა გაყოლებაზე, მარცხენა ქვედა საზღვართან მოისმინება ხოლმე ხშირად შვილები, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მოსასმენი ადგილი ეგ არის. ყველაზე ხშირი შვილი გულის, უკვე პათოლოგიაზე გადავედით, არის მიტრალური რეგურგიტაცია, დაახლოებით პოპულაციის თითქმის 10%-ს აქვს ზრდასრულებს, ან საკმაოდ ხშირი შვილია ეს. თუ მსუბუქი შემთხვევა არ აქვს, მოკლედ მნიშვნელოვანი სიმპტომები, თუ სერიოზულია აქვს და რა ხდება მიტრალური რეგურგიტაციის დროს, რომ ჩვენ გვაქვს წინა გული და პარკუჭები, ანუ გული შედგება ზედა ქვედა ნაწილისგან, მოკლედ წინა გულში ჯერ შედის სისხლი და უნდა გადმოვიდეს პარკუჭში, გადმოდის პარკუჭში და პარკუჭი რო შეიკუმშება, წინა გულში სისხლი უკან აღარ უნდა აბრუნდეს. ანუ წინა გულიდან სისხლი შემოვიდა, მაგრამ უკან აღარ უნდა აბრუნდეს. აი როცა ბრუნდება უკან, ანუ როცა წინა გულის და პარკუჭის შორის საარქველი, რომელიც არის კარგად არ იხურება და სისტოლის დროს, ანუ პარკუჭი როცა იკუმშება უკან გული
გულში უკან სისხლი ბრუნდება, აი ამას ქვია მიტრალური რეგურგიტაცია. ანუ სისხლი ისე მიდის უკან, სადაც არ უნდა მიდიოდეს. ანუ სარქლის აზრი ზუსტად ეგაა, რომ უნდა ატარებდეს რამეს ერთი მიმართულებით. ან თუ ორივე მიმართულებით იქითაც ატარებს, აქითაც ატარებს, ეგ სარქველი აღარ არის. შესაბამისად, აი როცა ირღვევა სარქლის არსი, მაგ დროს მიდის უკან სისხლი, რაც არ უნდა ხდებოდეს და რაც ხდება მიტრალური რეგურგიტაციის დროს. ნუ მიტრალურ სარქველზე ხდება, რა თქმა უნდა, ეს შუილი არის სისტოლური შუილი, ანუ პარკუჭი რო შეიკუმშება, მაგ დროს გადადის წინა გულში სისხლი და ამიტომ სისტოლის დროს მოისმინება, გადადის და სადაც არ უნდა მიდიოდეს, რომ მიდის სისხლი, აი ეს турბულენტობის ხმა გვესმის ჩვენ. და მოისმინება გულის მწვერვალზე მეხუთე მარცხენა მხარეს, მეხუთე მეექვსე ნეკნთაშუა სივრცეში. ანუ აქ ჩვენ ხო ნეკნები გვაქვს და ნეკნებს ითვლიან პირველი და მეორე ნეკნთაშუა სივრცე, მეორე და მესამე და ესე და მეხუთე და მეექვსეს შორის მოისმინება მარცხენა მხარეს ეს შვილი ყველაზე კარგად. ხშირია ახალგაზრდა ადამიანებშიც და მიტრალური სარქლის პროლაფსი ქვია, ეგ იწვევს. ხშირად ასაკოვნებში გულსისხლძარღვთა დაავადებები იწვევს. შესაბამისად, ასაკოვნებში ძალიან ხშირია იმ ადამიანებს, ვისაც სტენოკარდია და გულის დაავადებები აქვთ. 60-70% შემთხვევაში მიტრალურ რეგურგიტაციას არ აქვს ნიშნები და სიმპტომები, მიდის ისე თავისთვის არის და არც დიდად საშიში არ არის. მაგრამ თუ კი მნიშვნელოვანია და სიმპტომებს იწვევს, მაშინ მკურნალობა ჭირდება და მკურნალობის შემთხვევაში საშიში არ არის ეგეც, იმიტომ რომ ადამიანები ცხოვრობენ ჩვეულებრივი ცხოვრებით. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი, მაგრამ უვნებელი დაავადება, რომლის მკურნალობაც შესაძლებელია. მეორე ყველაზე ხშირი შუილი არის აორტის სტენოზი. აორტის სტენოზი რა არის ახლა? მოკლედ გული რომ წარმოიდგინოთ და გულიდან გამოდის აორტა. აორტა ყველაზე მსხვილი სისხლძარღვია და პარკუჭიდან აორტას შორის არის აორტის სარქველი. და როცა აი ეს სარქლის მიმდებარე ტერიტორია შევიწროვდება ხოლმე, მაგ დროს პარკუჭიდან აორტაში კარგად ვეღარ გადადის სისხლი და ეგ იწვევს შუილს. ეგ არის პრობლემა. ანუ სარქლის შევიწროვება ხდება, სარქლის სანათურის შევიწროვება ხდება ხოლმე და სისტოლისას როცა პარკუჭი იკუმშება, სისხლი კი გადადის აორტაში, მაგრამ გადადის შუილით და არ გადადის იმდენი, რამდენიც უნდა გადადიოდეს. ეს რატო ხდება? ახლა ასაკოვნებშია ყველაზე ხშირად ეს და დროთა განმავლობაში აორტა უხეშდება, ელასტიურობას კარგავს, უხეშდება, ვიწროვდება, კალციფიკაცია მოდის, კალციუმით ჩალაგდება ხოლმე. გინახიათ ალბათ მილებშიც კი ჩალაგდება ხოლმე კალციუმის კრისტალები და რაღაც მინერალები, რომელიც იბიდნავს. ახლა ადამიანზეც ეგრეა, ოღონდ ნუ ასაკში როცა ადამიანი განსაკუთრებით თუ თირკმელები აწუხებს, თირკმლის დაავადება ვისაც აქვს, იმ ადამიანებში უფრო ხშირია. და აქვს კლასიკური სამი სიმპტომი აორტის სტენოზ, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი ამოცნობა. პირველი ნიშანი არის სუნთქვის გართულება, სუნთქვის გაძნელება ფიზიკური აქტივობის დროს. მეორე ნიშანი არის ტკივილი გულმკერდის მიდამოში, რომელიც გავს სტენოკარდიას, ანგინას, გულის შეტევას და მესამე ნიშანი არის სინკოპე, ანუ გულის წასვლა. აი ეს სამი ნიშანი თუ ემთხვევა, მაშინ აორტის სტენოზი ასაკშიც თუ ადამიანი მაღალი ალბათობით არის აორტის სტენოზი. აორტის სტენოზისაც შუილი მოისმინება გულის შეკუმშვის დროს, პარკუჭის შეკუმშვის დროს და სისტოლური შუილია მაგ დროსაც და სიმპტომები როცა წარმოიქმნება, თუ არ უმკურნალე აორტის სტენოზს, ლეტალურად სრულდება 2-3 წელიწადში. ამიტომ აუცილებლად სჭირდება მკურნალობა. შუილი ამ დროს არის კრესჩენდო დეკრესჩენდოს ბუნების შულის ეძახიან, როცა ეს ნელ-ნელა იმატებს, მე ნელ-ნელა ქვეითდება.
იმატებს ქვეითდება სისტოლის დროს ამას ქვია ამას ქვია კრესჩენდო დეკრესჩენდო სტილის მუსიკიდან არის აღებული შუილი სისტოლური შუილი და მოისმინება მარჯვენა მეორე ნეკნთაშუა სივრცეში და ასევე მოკლედ აი რომ ავიღოთ მკერდის თვალი მკერდის თვლის მარჯვნივ მოკლედ მარჯვენა მხარეს მოისმინება აორტის სტენოზი უფრო ხშირია 70 წელს გადაცილებულ ადამიანებში, იმ ადამიანებში, ვისაც აქვს თირკმელების დაავადება. მესამე ყველაზე ხშირი შუილი არის აორტის რეგურგიტაციის გამო. აორტის რეგურგიტაცია რას ნიშნავს? იქ ხო იყო რომ აორტი სარქველი ვიწროლდება და ცოტა სისხლი გადის და ეგა აორტის სტენოზი. აორტის რეგურგიტაცია პირიქით წარმოიდგინეთ რომ ეს სარქველი გაფართოებულია და სისხლი რო გადის, ჩვეულებრივად გადის, მაგრამ ისე უკან ბრუნდება, ან სარქველი თავის ფუნქციას არ ასრულებს და უკან ბრუნდება, ანუ სტენოზი და რეგურგიტაცია მაგით განსხვავდება რეალურად ერთმანეთისგან, რომ სტენოზის დროს ცუდად გადის სისხლი იქ და რეგურგიტაციის დროს პირიქით უკან ბრუნდება სისხლი გადის, მაგრამ უკან ბრუნდება. ეგ არის აორტის რეგურგიტაცია და აორტის რეგურგიტაციას თუ მსუბუქია ახლა ისეთია არაფერი არ არის, ოღონდ აორტის რეგურგიტაციის დროს დიასტოლური შუილი, ანუ პარკუჭი როცა მოდუნებულია, პარკუჭი როცა იკუმშება, მაშინ კი არ არის შუილი, როცა მოდუნებულია მაშინაა შუილი, იმიტომ რომ პარკუჭი რომ მოდუნდება, სისხლი ჩამობრუნდება უკან აორტიდან და ეგ იწვევს დიასტოლურ შუილს. თულ შემთხვევაში ადამიანს აქვს სისუსტე, პალპიტაცია ნიშნავს რომ საკუთარ გულისცემის შეგრძნებას გრძნობს, ტკივილი აქვს მკერდის მიმდებარე მკერდის მიდამოში აქვს და ფიზიკური აქტივობისას განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობისას უჭირს. თუმცა ზოგადად აი შუილების უმეტესობა და სარქლოვანი დაავადებები რაც არის, მათ უმეტესობას რა აქვს? დაღლილობა, სისუსტე, პალპიტაცია, არითმების შეგრძნება, ტკივილი ფიზიკური დატვირთვის დროს ან სუნთქვის უკმარისობა და ფიზიკური დატვირთვის დროს. აი ესა კლასიკური სიმპტომები, რომლებიც თითქმის ყველაზე ვრცელდება, თუ დამატებით რამე არ აქვს. თითქმის ყველა შუილით გამოწვეულ დაავადებაზე ვრცელდება, თუ დამატებით კიდე ნიშნები არ აქვს. ამ შემთხვევაში ეს შუილი არის შუილი მოისმინება მარცხენა ქვედა მხარეს, ან მკერდის ძვლის მარცხენა ქვედა მხარეს მოისმინება და როცა პარკუჭი ივსება სისხლით, მაგ დროს მოისმინება ეს შუილი. და აორტის რეგურგიტაციას აქვს თავისი განმასხვავებელი ნიშნები, რომელსაც ქვია, აი კორიგანის პულსი ქვია, მაგალითად, რომ კორიგანის პულსი როგორია? ძლიერი ერთბაში, აი თუნდაც აი პულსი რა არის? აორტაში სისხლი ხვდება, ანუ აორტის კედლებზე რო სისხლი ეცემა, აი ეს ტალღა, აორტის ტალღა მოდის მთელ სისხლძარღვებზე და ამას უგრძნობთ ხო ჩვენ რომ ანუ სისხლი მოდის და ეს ტალღა მოდის და ვრცელდება არტერიებზე. და ამას უგრძნობთ ჩვენ და ამას ვისმენთ როგორც პულსი, ან ხელს რო დაადებ როგორც პულსი და კორიგანის პულსი არის ძლიერი, სწრაფი, მაგრამ სწრაფად სუსტდება. აი ესეთი პულსია და პულსური წნევაც გადიდებულია. პულსური წნევის გადიდება ნიშნავს რომ მაგალითად ადამიანს აქვს წნევა 160-50, ანუ ქვედა ძალიან დაბალია, ზედა მაღალია. ეგეც მიიჩნევა რომ ერთ-ერთი ნიშანია აორტის რეგურგიტაციის. მძიმე შემთხვევებში ადამიანი შეიძლება გინახიათ კიდევაც იშვიათია, მაგრამ მაინც მასეტის ნიშანს ეძახიან, არ ვიცი ქართულად მასეტი იქნება, ალბათ ინგლისურად ან მუსეტი ან მასეტი. ესეთია რომ ეს თავს იქნევს პულსაციის რიტმში. ანუ თავს იქნევს ადამიანი, გეგონება გულისცემაო, აი ესე იქნევს თავს. და ეს შუილი ყველაზე მეტად ძლიერდება, როცა ადამიანი არის წამომჯდარი, წინ გადაწეული და ამოისუნთქებს ბოლომდე. მაშინ არის ყველაზე ძლიერი ეს შუილი. აორტის რეგურგიტაციის მეოთხე ყველაზე ხშირი რეგურგიტაცია არის ტრიკუსპიდური რეგურგიტაცია. ტრიკუსპიდური რომელია რომ როცა მარჯვენა პარკუჭიდან
ეს ყველაფერი რაც ახლა აქამდე ყვებოდით, ხდებოდა მარცხენა გულში, მარცხენა გულის ამბებია ყველაფერი. ახლა მარჯვენაში ხდება ეს ტრიკუსპირიდული რეგურიტაცია, აი რომ მარცხენა პარკუჭიდან სისხლი ბრუნდება უკან მარჯვენა წინა გულში, ან მარჯვენა პარკუჭიდან მარჯვენა წინა გულში ბრუნდება. ესეც სისტოლური შუილია. და ხშირად ესეც უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ თუ სიმპტომები ექნება, ამ დროს აქვს ადამიანს სისუსტის შეგრძნება, ფეხების შეშუპება, მუცლის ღრუში შეიძლება დისკომფორტი და მუცლის ღრუში შეიძლება სითხის შეგუბებაც ქონდეს. აუსკულტაციით, ანუ აუსკულტაციას ეძახიან სტეტოსკოპით, რომ უსმენს ექიმი, მიადევს გულზე, უსმენს. ეგ არის აუსკულტაცია. აუსკულტაციით არის შუილი, სისტოლური შუილი მარცხენა, ან მკერდის ძვლის მარცხენა მხარეს სისტოლურ შუილს უსმენს ადამიანი და ეს შუილი ძლიერდება ჩასუნთქვისას. კარვალოს ნიშანს ეძახიან ამას ჩასუნთქვისას, რომ ეს ძლიერდება. თუ ძლიერადაა გამოხატული ეს ტრიკუსპირიდული რეგურგიტაცია, შეიძლება ადამიანს ჰქონდეს საუღლე ვენების გამობერვა და ღვიძლში იგრძნობოდეს პულსაცია. აი ეს ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ ბრუნდება უკან მარჯვენა წინა გულში სისხლი და მუცელში შეიძლება სითხე დაგროვდეს და შეშუპება მოხდეს. ხო, შემდეგი საკმაოდ მნიშვნელოვანი და ხშირი შუილი არის პარკუჭთა შორისი ძგიდის დეფექტი, ანუ მარცხენა და მარჯვენა პარკუჭს რაც ყოფს. ბევრ შემთხვევაში არ არის საშიში და ეს შუილი მოისმინება სისტოლის დროს. ხშირია მოკლედ საკმაოდ, მაგრამ თუ დიდია ეს ხვრელი პარკუჭებს შორის და მნიშვნელოვანია, მაშინ სიმპტომები აქვს, მაშინ შეიძლება ბავშვის ზრდაში შეფერხება გამოიწვიოს, დაღლილობა გამოიწვიოს, და გულის უკმარისობაც გამოიწვიოს. შესაბამისად ანუ მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრ შემთხვევაში არის ხოლმე სიმპტომები არ აქვს ადამიანს, იმიტომ რომ ძალიან მსუბუქად გამოხატულია. შუილი არის ჰოლისისტოლური, ანუ მთელი პარკუჭის შეკუმშვის დროს გამოიხატება ხოლმე და მარცხენა ქვედა მკერდის ძვლის მარცხენა ქვედა ნაწილთან მოისმინება და თუ კი რთული შემთხვევებია, ფილტვებში შეგუბებას იწვევს პულმონარულ ჰიპერტენზიას და ეიზენმენგერის სინდრომი ქვია, როცა ანუ სისხლი მარცხენა პარკუჭიდან გადის მარჯვენაში მოკლედ და იწვევს ფილტვების არტერიებში წნევა იმატებს და ფილტვებში შეგუბებას იწვევს მოკლედ საკმაოდ სერიოზული მდგომარეობა. ამიტომ ჭირდება მკურნალობა, რა თქმა უნდა. და შემდეგი არის შედარებით იშვიათი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი არის მიტრალური სტენოზი. მიტრალური სტენოზი არის, როცა მარცხენა წინაგულიდან მარცხენა პარკუჭში კარგად ვერ გადადის სისხლი და მაგ დროს, როცა სარქველი, მიტრალური სარქველი ქვია მარცხენა წინაგულიდან მარცხენა პარკუჭში შორის მდებარე სარქველს და დიასტოლის დროს მოისმინება, ანუ მაშინ როცა პარკუჭი მოდუნებულია, მაშინ მოისმინება, პარკუჭი როცა გული როცა იკუმშება, მაშინ კი არ მოისმინება ეს შუილი, როცა მოდუნებულია, მაშინ მოისმინება ეს შუილი. ხშირ შემთხვევაში ადამიანს სიმპტომები არ აქვს, თუმცა თუ აქვს, შეიძლება ქონდეს დაღლილობა, სუნთქვის უკმარისობა, პალპიტაცია, ანუ არითმიები, განსაკუთრებით წინაგულოვანი ფიბრილაცია, ვისაც აქვს, ანუ მოციმციმე არითმიასთან არის ასოცირებული ბევრ შემთხვევაში. და აუსკულტაციით სუსტი შვილი მოისმინება, არ არის ძალიან გამოკვეთილი გულის მწვერვალზე. და გაღების ხმიანობა ისმის წინ უძღვის ამ შვილს გაღების ხმიანობა, მიტრალური სარქველი რო იღება, აი მეისი ხმიანობა ისმის ხოლმე როგორც წკაპუნი, მოკლედ ეგეთი და ეგ არის ეს მიტრალური სტენოზის მახასიათებელი. თუ მიტრალური სტენოზი სერიოზულია, მარჯვენა მხრივ შეგუბებას იწვევს გულში და საკმაოდ მნიშვნელოვანი სიმპტომებს, მათ შორის შეიძლება სისხლი ამოახველოს ადამიანმა, რადგან პულმონარული სისხლძარღვები შეიძლება გასკდეს. საკმაოდ მნიშვნელოვანი სიმპტომები შეიძლება გამოიწვევს. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა.
იმედია რომ მნიშვნელოვანია და გასაგებია და ამ შვილების ცოდნა მნიშვნელოვანია ექიმებისთვისაც, სტუდენტებისთვისაც და ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც, რომ წარმოდგენა შეექმნათ რაშია საქმე. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და ლაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.